რუსული მედიითვე დასტურდება, რომ რუსეთი ემზადებოდა, აი თქვენ თქვით რომ რასაკვირველია ეს რუსთა თავისივე მეტყვი წყაროება დავიღეს, სწორედ რუსული, იმიტომ რომ მათთვის ის არის ხო საერთოდ განმეორდეთ, რომ მე მოყოლილი მაქვს 1000-ჯერ როგორ ვიყავი ასული ჯავის რაიონში ივლისში 2008 წლის რა ვნახე ჩემი თვალით იქ როგორ სოფელი მსხლებიდან ვიდრე ჯავამდე როგორ იყო მზადება პირდაპირ ითხრებოდა იქ საკომუნიკაციო საშუალებები მომზადება მართუხლართები ჯარის დამატება 2000 სულ გავთავე ლაბარაკია რუსები შვიცში შემოვიდნენ და როაში რუსები იქ იყვნენ ხო და ეს ბანაკი რო განათავსეს განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიის ალაგირის ხეობაში საველე ჰოსპიტალი რო ცნები რო ქონდა და მე ვიცნობიდან არ წაიღო ნუ ეს ისი როგორ არის უკვე აი იდიოტებისთვის არის რა მაგრამ ნუ აი ჩვენ დღემდე ამაზე ვღეჭავთ მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი ზედაპირზე და ნათელია ყველაფერი ჩვენ ამას იმიტომ ვღეჭავთ რომ თქვათ ის ამბობს ეს იყო წარმატებული ოპერაცია მე მაგალითად მახსოვს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ეკა ხერხეული და კავკასიის ეთერში იყო და თქვა რომ რუსეთმა რო აღია უკვე მედვედევმა რო აღიარა 2008 წლის 26 აგვისტოს ცხინვალის რეგიონიდან დე ფაქტო აფხაზეთი თქვა რომ ასე ახლოსო საქართველოს არაძოს ყოფილა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან. ნუ არ იცოდა ეთყობა ეკა ხერხეული და ეს ყველაფერი ტყუილი იყო. თავის ენებზე სატყუებდნენ ალბათ რა ვიცი. რა გითხრათ რა მაგაზე კომენტარი რა გავაკეთე. არა ნუ ხარაც უნდა მოგატყუონ ხوارცე საღი აზრი. და ელემენტარული ლოგიკა. კი, ალბათ არსებობს. ალბათ კი ბატონო. კეთილი. ამდენად უკვე ხა ამის გახსენებას აზრი აღარ აქვს ის ხაზი გახსენებას კი არა მსჯელობას თქვა ამის გაანალიზებას აზრი აღარ აქვს. აი ზუსტად გაანალიზებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ოღონდ დღესაც კი არა ეს უნდა ყოფილიყო იმ დღეებში და მე მომდენო დღეებში. ამას ყოველთვის ვამბობდი რომ 2013 წლის ოქტომბრიდან კი არა ნუ ნოემბრიდან ამაზე უნდა დაწყებულიყო მსჯელობა რა მოხდა ამ ომის ვიტარებაში რო არ გაგვემეორებინა შესწავლილი. ნუ ხა ჯობს გვიან ვიდრე არასდროს პრინციპში თუ სწორედ დასკვნები იქნება გამოტანილი და თუ სხვა რამისთვის არ მოხდება ასე ვთქვათ აი ამ საკითხის გაშლა. მე მინდა რომ სწორედ დასკვნები იყოს გამოტანილი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სამხედრო თვალსაზრისით და პოლიტიკური თვალსაზრისით საზოგადოებრივი თვალსაზრისით მოქალაქეობრივი თვალსაზრისითაც კი ხო ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული თემა. უბრალოდ მე რა მინდა იცით რომ სწორი მიმართულება მიეცეს ამას ყველაფერს. მე ახლა არ მინდა განსაკუთრებით ფრჩხილების გახსნა ამ საკითხთან დაკავშირებით. მე არაერთხელ მithქონდა კიდე ერთხელ ვიმეორებ. ჩვენ საკუთარ ქვეყანასგან შევქმნით ერთი სერიოზული ლაბორატორია, სადაც ვატარებთ გაუთავებელ ცდებს საკუთარ თავზე.